მოგესალმები ძვირფასო ნათელო სულო. ეს სივრცე არის შენი სიმშვიდის, სიყვარულისა და შინაგანი ძალის ადგილი. როგორ დავიცვათ ჩვენი ენერგია ნეგატიური ვიბრაციებისგან? როგორ შევინარჩუნოთ სულიერი ბალანსი მაშინაც კი, როდესაც გარშემო ქაოსი და დაბალი ვიბრაციებია? დაჯექი კომფორტულად, ჩაისუნთქე ღრმად და დაელოდე იმ ღვთაებრივ სინათლეს, რომელიც უკვე გზაშია და შენსკენ მოემართება. ჩვენი ენერგია ეს ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რაც კი ოდესმე შეგვიძლია გქონდეს. როდესაც გარშემო არეულობა, სტრესი და ნეგატიური ვიბრაციებია, ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ამ ქაოსის უკან იმალება ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ეს არის შინაგანი სიმშვიდის აქტივაციის შესაძლებლობა. ქაოსი არასდროს მოდის შემთხვევით. ის გვასწავლის, როგორ შევქმნათ შინაგანი სიმშვიდე ჩვენში და სწორედ ესაა ენერგეტიკული დაცვა. შენ ხარ წყარო, რომელიც უცვლელია, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება გარეთ. და მაინც როგორ დავიცვათ თავი? პირველი, ენერგეტიკული საზღვრები. ენერგიის დაცვა იწყება უბრალო, მაგრამ ძლიერი ცნობიერებით. მე მაქვს უფლება შევინარჩუნო ჩემი სივრცე. როდესაც ვინმე ცდილობს შენი ვიბრაცია დაადაბლოს, როდესაც გესმის მძაფრი ემოციები, კრიტიკა, შიში ან უმიზეზო აგრესია, შეგიძლია მშვიდად უთხრა შენს თავს. ეს მათი ენერგიაა, მე არ მეკუთვნის და არ მივიღებ მას. ეს ფრაზა ქმნის შენს გარშემო ენერგეტიკულ კედელს, რომელიც ძალიან ძლიერია. მეორე, სუნთქვითი დაცვა. ღრმა ჩასუნთქვა, სხეულის სინათლით შევსება. ღრმა ამოსუნთქვა და გაშვება ყველაფრის, რაც შენ არ გეკუთვნის და არ გემსახურება. სამი ასეთი ციკლი საკმარისია, რომ შენმა ვიბრაციამ იზრუნოს თავის თავზე და ჩართოს ენერგეტიკული დაცვა. მესამე, სულიერი სიმშვიდის წყარო. სიმშვიდე არ მოდის გარედან. ის არ არის მდგომარეობა, რომელიც გარემოებამ უნდა მოგიტანოს. სიმშვიდე არის შენი ბუნებრივი მდგომარეობა, რომლის გახსენებაც შეგიძლია ნებისმიერ დროს. ქაოსი უბრალოდ ტესტია. ის გაჩვენებს, თუ რამდენად მყარად ხარ საკუთარ სინათლეში. მეოთხე, ნეგატიური ვიბრაციების ტრანსფორმაცია. როდესაც იგრძნობ უცხო ემოციას, სიზარმაცეს, გაღიზიანებას ან შფოთვებს, არ ებრძოლო. უბრალოდ უთხარი მას. მადლობა რომ გამოჩნდი, მაგრამ შენ ვერაფერს დააკლებ ჩემს სინათლეს. მერე წარმოიდგინე, რომ შენს გულში ბრწყინდება ოქროსფერი სფერო, რომელიც შთანთქავს ამ ნეგატიურ ენერგიას და გარდაქმნის მას. ეს პრაქტიკა რეალურად ცვლის ვიბრაციას წამებში. მეხუთე, დაცული მდგომარეობის შენარჩუნება. ქაოსის დროს სიმშვიდისთვის ყველაზე დიდი საიდუმლო არის ერთ მარტივ წინადადებაში. მე ვარ ჩემი ენერგიის ოსტატი. შენი სხეული არის ტაძარი, შენი გონება წმინდა სივრცე, შენი სული კი კაშკაშა მზე. და როდესაც ამას აცნობიერებ, გარედან მომავალი დაბალი ვიბრაციები ვეღარ ახერხებენ შენს მოდუნებას. მეექვსე, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? როცა შენი ენერგია დაცულია, შენ უფრო ნაკლებად იღლები. ნაკლები სტრესი გაქვს, იოლად ერიდები კონფლიქტებს. გადაწყვეტილებები მოდის მსუბუქად და სწორად და რაც მთავარია,
შენ ქმნი სინათლეს გარშემო. როცა შენ ხდები მშვიდობიანი ადამიანი ქაოსში, შენ ავტომატურად ხდები სიმშვიდისა და ჰარმონიის წყარო. ხალხი გიყურებს, გგრძნობს და თავადაც იწყებენ დამშვიდებას. ეს არის სწორედ შენი ძალა. შენი ენერგია არის წმინდა სივრცე, სადაც მხოლოდ სიყვარული და სინათლე უნდა ცხოვრობდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა ქარიშხალი ტრიალებს გარეთ. გახსოვდეს, შენ ხარ ის მშვიდი ცენტრი, რომელსაც ვერაფერს აკლებენ დაბალი ვიბრაციები. შენ დაცული ხარ, შენ ძლიერი ხარ და შენ სინათლეს ვერაფერი შეაჩერებს. მადლობა ძვირფასო, რომ კვლავ წამოხვედი ამ ენერგიულ მოგზაურობაში და შენი აქ ყოფნითა და მოღვაწეობით ცვლი და ალამაზებ სამყაროს. იყავი მუდამ სინათლეში, იყავი მუდამ ჰარმონიაში და ყოველთვის გახსოვდეს, შენ ხარ სამყაროს სინათლის, სიყვარულის, მშვიდობისა და ჰარმონიის წყარო. ჩემო ძვირფასო, გთხოვ, გამოიწერე არხი, მოიწონო ვიდეო და გააზიარო. მოდით ერთად შევცვალოთ სამყარო სიკეთისკენ. გისურვებ უსაზღრო ბედნიერებას.